ჩვენ ამ დრომდე ველოდებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განმარტებას, რა პასუხი ექნება ივანიშვილის გუნდს დღეს გავრცელებულ რადარის ჩანაწერებზე. ამ ჩანაწერებით დგინდება, რომ საქართველოში დაგეგმილი ნატოს სწავლების პარალელურად რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე სავარაუდოდ თვალთვალს ახორციელებდა. რა ფაქტები გახდა დღეს საჯარო? რამდენიმე საათის წინ ოკუპირებული სოხუმის აეროპორტიდან რუსეთის საჰაერო ძალების AN-26 ტიპის ბორტი აფრინდა. ის 3 საათის განმავლობაში წრეზე დაფრინავდა. ტელეგრამ არხებზე უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთის კუთვნილი AN-26 ტიპის სადაზვერვო ბორტი დასავლეთ საქართველოს ზვერავს. რაც მთავარია დაზვერვას ახორციელებს სრულ მიზეზებით, საფრენის შემოწმებებით. ეს ფრენა დროში ემთხვევა ნატოს სწავლება საქართველოში, რომელიც 25 ივლისს გაიხსნება, თუმცა სენაკის სამხედრო ბაზაზე მოსამზადებელი პროცესი უკვე მიმდინარეობს. ახლა საქართველოს ცაზე ამერიკული და ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ვერტმფრენები გადაადგილდებიან. Fly-Radaris მონაცემებით ამერიკული Black Hawk-ის ტიპის სამხედრო სატრანსპორტო ვერტმფრენები დღეს სენაკის სამხედრო ბაზის მიმართულებით გაფრინდნენ. ეს და სხვა ლოჯისტიკური აქტივობა კი დაგეგმილ სწავლებას უკავშირდება. ეს არის ერთ-ერთი პირველი სწავლება, რომელიც საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შემდეგ საქართველოში ტარდება. სამხედრო სპეციალისტები ამბობენ, რომ რუსეთი დაზვერვით სამუშაოებს ატარებს და ეს პირველი შემთხვევა არ არის. ახლო წარსულის 17 წლის თუნდაც პერიოდს თუ ავიღებთ და შევადარებთ, არ ყოფილა საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს ეგიდით წვნები, როდესაც რუსეთს პარალელურად რაღაც სამხედრო აქტივობები არ წამოიწყო და განსაკუთრებით აი მისის სადაზვერვო საჰაერო კომპონენტები არ გაიაქტიურებინოს. ეხლა ყოფილა მაგალითად 2008 წლის ივლისში შემთხვევა, როდესაც აქ ძალიან ფართომასშტაბიანი საქართველოში ვაზიანში თქვენგან ძალიან ახლოს ნატოს ეგიდით სწავლება როცა ჩატარდა, მან საერთოდ ჩრდილოეთ კავკასიური ჯარების უდიდესი ტაქტიკური სწავლება ჩაატარა, მათ შორის სცენარი იყო ძალიან სახიფათოდ საინტერესო, როგორ ანადგურებს მთელი ეს ძალა ერთ-ერთ სცენარში ცხინვალთან შეჭრილ საქართველოს ძალებს. ძალის დემონსტრირება რუსეთის ბუნებრივი მდგომარეობაა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, საქართველოს შემთხვევაში მას მომეტებული ინტერესები აქვს, საერთოდ შავი ზღვა არის იმისთვის ძალიან საინტერესოს და სახიფათოდ სამეთო ხედავს, რომ ნატო ძალიან აქტიურდება და ნატო სტრატეგიაში შავი ზღვის უსაფრთხოებამ ძალიან დიდი ადგილი დაიჭირა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამიტომ რუსეთი მოქმედებს სამწუხარო არის ის მოქმედებს თუ არა ჩვენ და როგორ მოქმედებთ და თვალად ჩვენ სადაზვერვო ინფორმაციებს არა მხოლოდ რა ხდება ჩვენს ქედსიქით, არამედ თქვენაც ახსენეთ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აი აქ მე შეკითხვებზე პასუხი არ მაქვს. ბუნებრივიც არის ეს, იმიტომ რომ როდესაც რეგიონში ტარდება მრავალეროვანი წვრთნები, რუსეთი ბლოკად აღიქვამს ნატოს და იმ ქვეყნებს, რომლებსაც ძირითად ძალა აქვს, ეს არის ჩვეული მოქმედება. ისინი ზერავენ ახალ სამხედრო ტექნოლოგიებს, ურთიერთქმედების ასე ვთქვათ სისტემებს, აი ამ მოკავშირეთა ძალებს შორის მათ საბრძოლო მზადყოფნას, ჩვეულებრივი მოქმედებაა. შესაძლებელია მცირე პროვოკაციების, თქვა რადიოელექტრონული ჩახშობის თვალსაზრისით მე მახსენდება მაგალითად, როდესაც საქართველოში ესეთი მრავალეროვანი წვრთნები ტარდებოდა კიბერუსაფრთხოების მიმართულებითაც, მათ შორის კიბერშეტევების რიცხვი იზრდებოდა ხოლმე ამ სერვერებზე რუსეთის მხრიდან, იმიტომ რომ რაღაც ესე ჩაშლილი იყო და პროვოკაციები მომხდარიყო. ეს ცუდია რა თქმა უნდა, როცა რუსეთი ამას აწარმოებს, მაგრამ მეორე მხრივ კარგი სავარჯიშოა აი ამ კოლექტიური თავდაცვის ძალებისთვის. ეს რეალურად ჩვენ გვიკვირს, მაგრამ სტანდარტული პასუხია რუსეთის ყოველთვის, ეს არის ძალის დემონსტრირება და უბრალოდ ისინი აჩვენებენ, რომ მათაც აქვს შესაძლებლობა როგორც ტექნიკური, ასე ტაქტიკური, რომ ამ სწავლებას დააკვირდნენ და ჩვენ რომ ყავდეს ნორმალური შემთხვევა, მან უნდა იგივე ნატოს ქვეყნებს მიმართოს თხოვნით, რომ ასეთ შემთხვევაში მოხდეს რუსული სადაზვერვო თვითმფრინავების მონიტორინგი, გაცილება და ასე შემდეგ. ანუ ეს უნდა იქნეს აღკვეთილი მაქსიმალურად პროტესტი უნდა გამოუთქვათ. ანალიტიკოსებს უყვირთ საქართველოს ოფიციალური პირების დუმილი, რადგან რუსეთი უკანონოდ ეწევა ოკუპირებული აფხაზეთის აეროპორტის გამოყენებას. ანალიტიკოსები ასევე ფიქრობენ, რომ ასეთი ფრენების დროს საქართველოს საქმის კურსში უნდა აყენებდეს პარტნიორ ქვეყნებს და საერთაშორისო დონეზე ეწეოდეს რეაგირებას. ახლა ჩვენ ველოდებით უკვე როგორი იქნება ოფიციალური თბილისის პასუხი და რეაგირება მომხდართან დაკავშირებით.